საღამო მშვიდობის ეთერშია ინფორმაცია ფაქტი ანუ იმპაქტი ყველაზე შიშველი ხელებით მებრძოლი გადაცემა თეა წულუკიანის შემდეგ ვინაიდან ჩვენ მიუხედავად მცდელობისა ცალი ხელით რუსულ ტანკებს ვერ ვიგერიებთ მალე ვერ ნახავთ ნაციონალებს საქართველოს მთავრობაში, რადგან ისინი ნელ-ნელა უკრაინის მთავრობაში გადადიან. სამწუხაროდ შეიძლება მალე ვეღარ ნახოთ წყალი მდინარე მტკვარში, რადგან დაუზუსტებელი ინფორმაციით მტკვრის ნაწილი უკვე უკრაინაში მიედინება. ვეღარ ნახავთ ვერცერთ სნეულან სოციალურად გაუცველ უკრაინელს ტელეკომპანია კიევი 2-ის ეთერში, რადგან ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა. ცალი ხელით ვცდილობთ რუსულ აგრესიას და ტანკებს გავუმკლავდეთ და მეორე ხელით ავაშენოთ ევროპული ქვეყანა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გერმანიის ბუნდესტაგში გამართული შეხვედრებისას განაცხადა. ხედავთ ქალბატონო ნატალი, რაც ალასანიას გაუშვა ხელი თეა წულუკიანმა, გამონთავისუფლებული ხელით რუსულ ტანკებს იგერიებს ხოლმე. ეს მაგას ვფიქრობდი ბატონო ბექა, ნეტა ცოტა ადრე გაეშვა, რამდენ კეთილ საქმეს გააკეთებდა. ჩემო ნატალი, რომ ცოდნოდა ხომ გაუშვებდა ალასანიას 2008-ში ხელს და იმ რუსულ ტანკებსაც გაუქნევდა ამ ხელს და ვეღარ იბოგინებდნენ. მე იმის მეშინია, ქალბატონმა თეამ არ გაიზიაროს არსაკიძის ბედი. ბატონმა ბიძინამ ხელი არ მოაჭრას და იუსტიციის შესასრულში არ დაკიდოს. მეცაც გეტყვით, მე მგონი კონსტანტინე არსაკიძის რეინკარნაციასთან გვაქვს ახლა ჩვენ საქმე. არც მაგას გამორიცხავ. რა ვიცი. დავით უსუფაშვილი, ჩვენ გადავდგით ნახევარი ნაბიჯი, რომ ბოლომდე და ევროპულ სისტემამდე მივიდეთ. დედას გეფიცებით ასე ვფიქრობ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტის ბიუროს ამას წინანდელ სხდომაზე ბატონ დავითსა და ქალბატონ თინა ხიდაშელს შორის მომხდარი შელაპარაკების ფონზე ბატონ დავითს დედის დაფიცების დროს სიდედრი ეგულისხმა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის აზრით საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნას ადგილობრივი საზოგადოება უარყოფითად შეხვდება. ქალბატონ ნატალი, ხომ არ გახსოვს ზუსტად რომელ საათზე გააკეთა ეს განცხადება ქალბატონმა თამარმა? ახლა ვნახავ ბატონო ბექა, აქ წერია 12 საათი და 27 წუთი. რატომ დაინტერესდით? ლაპარაკობთ. რატომ დავინტერესდი და ამ ბოლო დროს სულ არის რეჟიმიდან ამოვარდნილი ეს ბავშვი და ღამეც არ იზინებს. ეხლა მე თამუნას ძიძას დაურეკავ და სასტიკად გავლანძღავ. ალო, ბიძინა. მე ვარ. ისმინე გუშინ პირველის ნახევარზე თამუნას რატომ არ ეძინა? რას ქვია არ გემორჩილება, რას ქვია გაიზარდა? რატომ არის რეჟიმიდან ამოვარდნილი? იცოდე, მეორეჯერ არ განმეორდეს მსგავსი რამ, თორე სამსახურიდან გაგანთავისუფლებ და პრეტენზიებიც არ მიიღება. გასაგებია? კარგი. ბატონო ბექა, თამარის ძიძა მამაკაცია? ბიძინა, შვენიერი ძიძაა სხვათა შორის, ძალიან კარგი. კახაკალაძე, უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის ავტორები იყვნენ, ჩვენთვის მტკივნეული იქნება. ბატონო კახა, თვალებს თუ კარგად გაახელთ, უდაოდ კიდევ მეტად მტკივნეული იქნება ის, რომ ამ ხილვების მთავარი გმირები თავის დროზე თქვენთან კოჰაბიტაციაში იმყოფებოდნენ და ბევრი მათგანი ახლად შეინიშნება მმართველობაში. მაშინ ჯობს დახუჭოთ ისევ თვალები და უკრაინელ ხალხს მისცეთ მათთან კოჰაბიტაციის საშუალება, აღნიშნავენ ექსპერტები. როგორც ყველა ქვეყანა მსოფლიოში საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში ერთადერთ გზად დიალოგს განიხილავს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. არ არის გამორიცხული, რომ ქალბატონმა თამარმა ეს განცხადება მძიმე ემოციურ კრიტიკულ ფონზე გააკეთა და ხვალ რადიკალურად შეიცვალოს აზრი. აღნიშნავენ ექსპერტ გადავდექ გადმოვდექოლოგები. თბილისის მერიის ინფორმაციით დედაქალაქის მასშტაბით გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. გასაგებია, რომ მოსახლეობას აინტერესებს თუ რატომ ვერ გრძნობს ამ პროცესის სიკეთეებს საკუთარ თავზე და ავტომობილებზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ აქ საუბარი არა სამანქანო გზებზე, არამედ ადამიანის ხელის გულზე არსებულ ცხოვრების გზებზე, რომლის რეაბილიტაცია და სიგრძის გაზრდა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე საავტომობილო გზები. განმარტავენ მერიაში მომუშავე ექსპერტები ხელზე მკითხაობის დარგში. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმპაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. ლარის კურსი დღეს დოლართან მიმართებაში შეადგენს 1 ლარსა და 86 თეთრს, მაგრამ როგორც ეკონომიკის მინისტრი მოგვიწოდებს, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ბატონო ბექა, გადაცემა ჯერ არ დამთავრებულა, სად გარბიხართ? ლარები უნდა გადავახვიდაო ნატალი. დაცვას თხოვს, სანამ გადაცემა არ დამთავრდება, ბატონი ბექა სტუდიიდან არ გაუშვას. გამშვი ხელი რა.
გამიშვი ვერ ხედავ ლარები უნდა გადა. თუ გამიშვი ხელი ლარები უნდა გადავახურდაო. გაუფასურდათ როც თუ მაგარგვინებ რა. ხო ხედავ რომ გაუფასურდა და გამიშვი რა ხელი ვინახავ. მომეცი და შენს გადაგიხურდავებ ბარემ. დამელოდეთ მეც მომდივარ.